ეხლა მე მინდა კადრები გაჩვენოთ და აბა რას მეტყვით ბატონებო. პუბლიცისტი თამაზ ხმალაძე და სცენარისტი ვალერიან სულაკაურის სტუდია მემატიანეში აღმოჩენილ უნიკალურ კადრებში აღბეჭდილი დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების ამოსაცნობად შეიკრიბნენ. ეს მასალა აქამდე არავის უნახავს. აი ამ კაცებს მეტყვით, აი ეს რომელიც მიხეილ ჯავახიშვილი. ძალიან დიდი პროცენტით შემიძლია თქვა, რომ ჯავახიშვილია. ეს პეპელა ხალსტუხი წვერი და ულუაში და სათვალე. ლანჟე და ხო. 1928 წელს გადაღებულ დოკუმენტურ მასალაში მაქსიმ გორკის თბილისში აღნიშნული 60 წლის იუბილეა აღბეჭდილი. მწერალს მიხეილ ჯავახიშვილის გარდა სხვა ქართველი კოლეგებიც ხვდებიან. აი ეს 1, 2 და 3. კი. მიწიშვილი ხო არ არის? მიწიშვილი არ არის. გაფრინდაშვილი. ჩემი აზრით მიწიშვილი არ არის, ეს გაფრინდაშვილი უფრო არის. გაფრინდაშვილი მოგეხსენებათ გახლდათ იმ 13 ცისფერყანწელიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი და იმ დროისათვის ძალიან დიდი ლირიკოსი, იმისი ტრიოლეტი ვარ მოწყენილი, ვით ზამთარჩინას ბევრა, ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი და ასე შემდეგ ყველა მიცოდა. დღესაც არ წასულა იმისი ხანა არ გადასულა. ძალიან დიდად საინტერესო დოკუმენტია ეს. განზია, ნამდვილად განზია.